ყველაფერი პოლიტიკაა. ჩვენ კი ვშიფრავთ კოდს, რომელიც გავლენას ახდენს შენზე. პოლიტიკური კოდი, ანალიზი, ფაქტები და კითხვები, რომლებსაც პასუხი სჭირდება. მოგესალმებით პატივცემულო ტელემაყურებლებო, როგორც წესი, დღეს პარასკევია და ეთერშია პოლიტიკური კოდი ნინო შალამბერიძესთან ერთად. მეტად საინტერესო სტუმარი მინდა წარმოგიდგინოთ, რომელიც არის საქართველოს აზერბაიჯანთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე და ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს დამფუძნებელი და ასევე პოლიტიკური საბჭოს ყოფილი წევრი ბატონი ალი ბაბაევი, ყველასათვის ცნობილი და საყვარელი ადამიანი. მოგესალმებით ბატონო ალი, როგორ გრძანდებით? მადლობთ. გილოცავთ ახალ სტუდიას. დიდი მადლობა. გისურვებთ. ბატონო ალი, ძალიან საინტერესო იქნება თქვენი შეფასებები იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რა მოვლენებით დღეს პირველ რიგში მსოფლიოში ხდება. ეს მსოფლიო გლობალური პრობლემები, ეს ომი, რა ვითარებას უпроსწორეთ, რა როლს ითამაშებს ქართულ პოლიტიკაზე და ეკონომიკაზე? რა თქმა უნდა, დღეს მსოფლიოში ძალიან დაძაბული მდგომარეობა არის, თუ გინდა ჩვენი მეზობელი ქვეყნებთან დაკავშირებით, რაც ხდება უკრაინაში რუსეთს შორის ურთიერთობა, ომი მიგრძელდება უკვე მეოთხე წელია. დიახ. იღუპება უდანაშაულო ადამიანები, ასევე ის რომ ძალიან სერიოზული ომი მიმდინარეობდა და დღესაც არ არის ეს ომი დამთავრებული. ამერიკა-ისრაელის თავდასხმა ირანის წინააღმდეგ. ეს ომები ნახეთ, რომ ესე იგი მარტო ირანი-ისრაელის ომი არ გახდა, ეს გახდა მთლიანად ის ქვეყნები, არაბული ქვეყნები, სადაც ამერიკის შეერთებული შტატებს ჰქონდა სამხედრო ბაზები. და ეს ომი იყო რამოდენიმე კვირა გაიტანა, მაგრამ ძალიან ბევრი ზარალი მიაყენა როგორც მშვიდობიან ადამიანებს. თქვენ იცით, რომ ირანში სკოლა ინტერნატს ბომბით დაბომბეს, დიახ. დაბომბეს, სადაც პატარა გოგოების გიმნაზია იყო და დაიხოცა 175-მდე, ესე იგი ბავშვი. რა თქმა უნდა, ომი არის, ომში იხოცება უდანაშაულო ადამიანები და ეს ომმა ძალიან სერიოზული, ესე იგი, კატაკლიზმა ისახანა მთელ მსოფლიოში. თვითონ ამერიკელების მხრიდანაც ევროპის ქვეყნებმა თითქმის სულ ყველა ნატო და ევროპის ქვეყნამ ამერიკას ზურგი აქცია. დაგმეს ეს ომი. რა თქმა უნდა, მას მიყვა ის, რომ ეს ოზურმის სრუტე ჩაიკედა, ამ ჩაკეტვამ მოიტანა ძალიან დიდი ზიანი, ნავთის ფასი, ეკონომიკური ზიანი უკვე. ნავთის ფასი აიწია თითქმის $100-მდე ბარელი. ეს გამოიწვია მარტო ამერიკას და ირანს შორის კი არა, მთლიანად მსოფლიოში მოხდა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მოქმედებს ჩვენ ქვეყანაზე, ჩვენ რეგიონზე. თუ გინდა ავიღოთ ის, რომ ირანს მაინც სანქცია ჰქონდა დაწესებული სხვადასხვა საკითხზე, მაგრამ საქართველოს მაინც ჰქონდა რაღაცა საბაჭრო ურთიერთობა ირანთან, რაც შეწყდა ეს ყველაფერი. ის სამშენებლო მასალები იყო, ის სხვადასხვა პროდუქტიც მათ შორის. პროდუქტიც ეს ყველაფერი ძალიან დიდი ზიანი მიაყენა. რა თქმა უნდა, ეს არის კატასტროფა, მე ვიტყვი, რომ რა თქმა უნდა, დღესდღეობით მიმდინარეობს მოლაპარაკება პაკისტანის ხელისუფლების შუამავლობით. ამ ომმა ძალიან დიდი ზიანი მიაყენა მარტო ირანს კი არა, ასევე ზიანი მიაყენა როგორც ისრაელს, ისეც ამერიკის შეერთებულ შტატებს და მისი მომხრე ის არაბული ქვეყნებს, რომლებშიც ამერიკული ბაზები იყო მოთავსებული. თუმცა ის არაბული ქვეყნები, რომლებიც ესე ენდობოდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებს და მის სიძლიერეს, დღეს დარწმუნდნენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ვერ გახდა ის დამცავი
ქვეყანა და მათი იმედები გაცრუვდა. რა თქმა უნდა, უკმაყოფილება გამოწვია ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, რომ მართლა ის ბაზები კი ვერ დაიცვა, მოსახლეობაც ვერ დაიცვა. იმიტომ რომ თუ გინდა დუბაიში, თქვენ და სხვა ქვეყნებში ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურა განადგურდა. ძალიან ბევრი კი რა თქმა უნდა. განადგურდა და ეს თავის აქტივებით გამოიწვიეს ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ამერიკაშიც ძალიან კონგრესშიც ძალიან დიდი სხვა ესე იგი სხვა აზრები თვით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტშიც არის ესე იგი ამომთან დაკავშირებით აზრთა განსხვავება. ეს ომი რა თქმა უნდა ძალიან დიდი ზიანი მიაყენა მარტო ამ ქვეყნებს კი არა, კიდე გეუბნებით ძალიან დიდი ზიანი მიაყენა ჩვენ რეგიონს. სასომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო მაინც მეზობელი ქვეყანა არის, ყველაფერი შეწყდა, ეს ურთიერთობა შეწყდა. რამაც სერიოზული ზიანი მიაყენა. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა მშვიდობა, ჩვენ გვინდა რომ ომი არ იყოს და უდანაშაულო ადამიანები არ დაიქორწინონ. ნამდვილად, ბატონო ალი, ჩაგეკითხებით თქვენ საუბარი დავიწყეთ ჩვენ მსოფლიო გლობალური პოლიტიკასთან დაკავშირებით. ხაზგასმით აღნიშნეთ, რომ ამერიკა ისრაელის თავდასხმა ირანზე. რას გულისხმობთ იქნებ უფრო კონკრეტიკაში ავხსნათ ეს, ან თქვენ ფიქრობთ, რომ ეს იყო პროვოკაცია და ისინი დაესხნენ ირანს თავზე? თავდასხმა მოხდა? იცით რა არის, ამერიკას და ისრაელს ერთ-ერთი მთავარი ესე იგი მამოძრაველი ძალა არის, რომ რეგიონში იყვნენ ლიდერები და იქ ჰქონდეთ მათ ყველანაირი პირობები იმისათვის, რომ განვითარდნენ. თუმცა ორმუზის სულთანს ერთ-ერთი მიზანია იმის, რომ ეს ჩვენ ვნახეთ, იმ მთავარი კიდე არის ნავთი. რა თქმა უნდა. აი ესაა მთავარი ნავთი. ეს ჩვენ უახლეს ისტორიის მანძილზე ჩვენ ვნახეთ, რა მდგომარეობაში ჩააგდო ამერიკამ ირაკი. კი ბატონო. სადამ ჰუსეინი. რა თქმა უნდა. აი ზუსტად ასეთივე მიდგომით, რომ სადამ ჰუსეინი ატომური ბომბს ქმნის, აქვს ატომური და დაესხა და რამხელა ესე იგი განვითარებული ქვეყანა გაანადგურა. თუ გინდა მაჰმედ გადათი, რომელიც ისაც ერთ-ერთი არაბული ქვეყნების ლიდერი იყო, აყვავებული ქვეყანა, მათ შორის ადამიანები, ორივე ლიდერი ძალიან სამარცხვინოდ მოკლეს. კი ბატონო. სამარცხვინოდ მოკლეს. აი ზუსტად ირანის რეჟიმის წინააღმდეგ ეს ორი ქვეყანა ალერგიულად არიან განწყობილი, ამიტომაც აი ეს რაც უნდოდა ჯერ ერთი ამერიკას იმდენად არ უნდოდა ამ ომში ისრაელმა უბიძგა ამერიკას, რომ ეს ომი ყოფილიყო თვითონ ისრაელშიც, ამერიკაშიც, მოსახლეობაც ძალიან დიდი უკმაყოფილებას განიცდიან. მარტო ირანში კი არ არის კრიზისი დღეს ომის გამო, იმ ქვეყნებშიც არის კრიზისი. რა თქმა უნდა, ომს არაფერი სასიკეთო არ მოაქვს. ამასთან ერთად კიდევ უნდა განვიხილოთ, რომ ირანს მხარს უჭერს ჩინეთი. კი ბატონო. რუსეთიც. და ეს ქვეყნები, ევროპული ქვეყნები. კი, ევროპის ქვეყნები, რომლებიც ნამდვილად ირანის 90% ნავთობპროდუქტებს ჩინეთი იდულობს. და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, გლობალურად რო ავიღოთ, ძალიან დიდი ზიანს აყენებს იმ ქვეყნებს, სამეზობლო ყოფილ ქვეყნებს, სადაც ომია. კი ბატონო, გეთანხმებით. ცოტა კავკასიაში გადმოვინაცვლოთ და სულ ეხლახანს დისკუსიის საკითხი იყო ერევნის სამიტი და მეტად საინტერესო იყო ამ ერევნის სამიტზე ზელენსკი-კობახიძის შეხვედრა. თქვენ როგორც გუნდის წევრი, რა შეფასებას გაუკეთებდით ამ შეხვედრას? მე პირველ რიგში ევროპას, იმ ბიუროკრატიული ევროპას, რომლებსაც მიზანი ჰქონდათ, რომ საქართველო როგორც დემოკრატიის შუქურად ქცეული ეს 9 წლის განმავლობაში, როცა მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობდა, მაგათი დაფინანსებით ეს დემოკრატიის შუქურა ბჭყალებში. კი, რა თქმა უნდა. ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსდებოდნენ
და საქართველოში უნდოდა მიზნის მიღწევას, რაც ევროპის ზოგიერთ ქვეყნებში ის ლიბერალური პოლიტიკის გატარება, მაგრამ ეს ამ ხელისუფლების, ჩვენი ოცნების ხელისუფლების პერიოდში ამან მიზანს ვერ მიაღწია. იმასთან დაკავშირებით, რომ იმათ მოუწოდებდნენ პირდაპირ ევროპის ტრიბუნიდან, რომ საქართველოს უნდა დაეწყოვნენ რუსეთის წინააღმდეგ. და ეს ყველაფერი, რომელიც მათ უნდათ ის ტრადიციები, ის ჩვენი ადათები, ის რაც ჩვენ წინაპრებმა დაგვიტოვეს, ის ყველაფერი შეცვლილი იყო და იმათ 50% ის კანონები, რომლებიც ესე იგი საქართველოს პარლამენტს უნდა მიეღო, სტრასბურგის, ბრიუსელის მითითებით უნდა მიეღოთ. ისინი რასაც გვეტყოდნენ, ჩვენ ისეთი საქმე გაგვეკეთა და ეს საქმე საქართველოში რო არ გამოვიდათ, არც აზერბაიჯანთან გამოვიდათ ეს და ერთადერთი ესე იგი წერტილი ნახეს, რომ სასომხეთი ფაშინიანის ხელისუფლებაში მოსulis მერე მათმა დაიწყეს მათთან მუშაობა, ვთქვათ. ამ მემართულებით ფაშინიანი დათანხმდა ეს ყველაფერზე, რომ გახდეს ევროპის წევრი ქვეყანა. მათ გრანტებსაც აძლევენ დამატებითი ყველაფერი გადაწყვეტილება მიიღეს, რომ საქართველო არა, აზერბაიჯანი არა, სად კავკასიაში რეგიონში, ესე იგი რეგიონის ხელიდან გაშვება მათ არ უნდათ, ამიტომაც ერევანში გადაწყვეტეს ეს სამიტის ჩატარება. კავკასიაში აუცილებლად ფეხი აქვს მოსაკიდებელი და ჩამოვიდნენ, მათ შორის ჩამოვიდა ესე იგი ზელენსკი, რომელიც ყველგან დადის, სადაც დიდი კონფერენციებია, ყველგან ზელენსკი გამოდის და ამ მიმართულებით ძალიან საინტერესოა და ვიცით ჩვენ ეს რა მოხდა ქართული უკრაინულ ურთიერთობაში, როცა ზელენსკიმ და მისმა გუნდმა პირდაპირ იბიძგა საქართველოს, რომ დაეწყო ომი რუსეთის წინააღმდეგ, იმის მერე დიპლომატიური ურთიერთობა ძალიან სერიოზულად დაიწყება, ელჩი გაიწვიეს საქართველოდან და იქიდან მხოლოდ და მხოლოდ სანქციებს რა თქმა უნდა და დიდ ომში ჩვენი ჩათვლება უნდათ თავისთავად. ჩვენც კარგად ვნახეთ, მართალია ჩვენი ვაი ოპოზიციის მასმედიამ გამოაქვეყნა და როგორ მიზურება, ესე იგი ზელენსკი რომ მივიდეს კობახიძესთან და ხელი ჩამოართვას. და მე მათივე ინიციატივით მოხდა ესე იგი ზელენსკის და საგარეო საქმეთა მისი საგარეო საქმეთა მინისტრის ბატონი ირაკლი კობახიძესთან მისვლა და შეხვედრაზე დათანხმება და მე რა თქმა უნდა ეხა მეორე დღესაც ეტიკეტი არ უნდა დარღვეულიყო თავისთავად. მეორე დღესაც საინტერესო ეგაა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი რეკავს ჩვენ საგარეო საქმეთა მინისტრთან და დიალოგისთვის და ურთიერთობის დალაგებისთვის უნდათ, იმიტომ მაშინ როდესაც დაიწვიეს თავიანთი ელჩები გვახსოვს რა პერიოდი გავიარეთ ჩვენ ამ ყველაფრის ფონზე. ამაზე ზელენსკიმ ნახა, რომ საქართველო არ არის ის ქვეყანა, როცა ხელს უქნევდნენ, როგორც უნდათ ისე კანონებს აღებინებდნენ, როგორც უნდათ მათ через ეს ვაი არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელსაც საერთაშორისო სტატუსი აქვთ, გრანტები მოდიოდა, რაც უნდა საქართველოში მაგას აკეთებდნენ და მაგრამ საქართველოს ჩვენ ვიცით, დღევანდელი ხელისუფლების მთავარი მიზანი არის ქვეყანაში სტაბილურობა, მშვიდობა, ქვეყნის განვითარება, რა თქმა უნდა, თითოეული ადამიანის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და რა თქმა უნდა, უმუშევრობის და ის პრობლემები, რომლებიც ჩვენ დაგვიტოვეს ძალიან დიდი, ეს რა თქმა უნდა, ეს 10-12 წლის განმავლობაში ეს არ მოხერხდება, ეს წლები უნდა ამ მიმართულებით ჩვენთან გატარებული ის რეფორმები, რომლებიც
მეზობელ ქვეყნებშიც არ არის და არც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არის. რაც დღეს გვაქვს ჩვენ ჯანდაცვაში, რამდენი გაუბედურებული ოჯახი ფეხზე დავაყენეთ, თუნდაც იმ მიმართულებით, როცა და ისეთი მძიმე დაავადებები, რომლებიც ხელისუფლება აფინანსებს ცალკე მერი ბატონი კახიკალაძის ხელმძღვანელობით ძალიან ბევრი ჯანდაცვის პროექტები ხორციელდება. რა თქმა უნდა. ეს ყველაფერი თუ კაცმა არ ნახა, მოსახლეობამ არ ნახა, რა თქმა უნდა, მე მაგათ ისეთნაირ მოქალაქეებს ვეუბნები ხოლმე უმადურები და დაუნახავები. აი ზუსტად ეს უნდა ჩვენ ქვეყანას, ამიტომაც ბატონი კობახიძეც მზაობა გამოხატა, რომ მოდით დავჯდეთ, დავილაპარაკოთ. დაგვიმტკიცეთ, რომ თქვენ მართალი ხართ, მაგრამ ჩვენ მართალი ვარ იმით, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც თავისი ყველა ატრიბუტები აქვს და მიზანიც ეგ არის, რომ ქვეყანაში სტაბილურობა, ქვეყანაში განვითარება და ის ტრადიციები. ტრადიციებზე დაყრდნობით აბსოლუტურად საქართველო არის მრავალფეროვანი ქვეყანა. ნამდვილად. აქ ყველა ერის ცხოვრობს, აქ ყველა რელიგია არის, თითქმის ყველა რელიგია არის. ტოლერანტული ქვეყანა არის. მე როგორც მუსულმანი კაცი, როგორც საქართველოში დაბადებული ხარ, მე ვერ ვხედავ, რომ ჩვენ ქვეყანაში დისკრიმინაცია იყოს რომელიღაც ერის მიმართ, რომელიღაც რელიგიის მიმართ. აი ნახეთ ევროპაში რეები ხდება. რეები ხდება ევროპაში. ზუსტად მათ უნდათ, რომ ისეთი ევროპა გავხდეთ. ძალიან კარგი მაგალითად მინდა, რომ კიდე მაყურებელმაც ესა მე მივესალმები ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოების მხრიდან გატარებული ამ პოლიტიკას. ნარკოტიკით თქვენი ნახეთ, მიგრანტები შემოვიდნენ. მაგრამ ეს მიგრანტები დღეს ნახეთ, რომ იმ დაჭერილების 50%-ზე მეტი სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან. რომლებიც აქ შექმნეს, ბაზები შექმნეს, აქ ლაბორატორიები შექმნეს და დაიწყეს აქ ვოიაჟი. დღეს ხედავთ, რომ ძალიან ბევრი მე ამათ წენებში მაუწყებელს ის ისინი ეგენი იმ ქვეყანას უნდა გადასცენ, თავიანთ ქვეყანას დააჯარიმონ და ისინი აქ არ უნდა საქართველოს ბიუჯეტიდან როჭამენ იმას ციხეში. წავიდნენ თავის ქვეყანაში და სამუდამოდ ეგეთ ხალხს სამუდამოდ აუგზავნოს საქართველოში შემოსვლა. თუ გინდა ავიღოთ ეს კრიმინალური ავტორიტეტების ბუნაგი დღეს ქვემო ქართლში, სადაც კომპაქტად აზერბაიჯანელები ცხოვრობენ, კრიმინალური, ესე იგი, ის ძალიან განვითარდა. ადრე ნარკოტიკი იყო, ახლა ცოტა დაცხა, იქ ხელან ავტორიტეტების იმებით ვოიაჟობენ, რა ვიცი, უდანაშაულო ადამიანებს, ბიზნესმენებს ფულს აძალებენ. ეს ყველაფერი დღეს ხედავთ, რომ ნამდვილად ხელისუფლების გატარებული პოლიტიკამ ძალიან დიდი როლი ითამაშა ამ მიმართულებით. ეს არ არის ხალხის საძებო. ინფრასტრუქტურული პროექტები, სადაც რაიონებში მიდით, აი რომელ ამას წინებში ბაღდადში ვიყავი და მე ბაღდადი მახსოვს 2009 წელს ვიყავი და გზები არ იყო, ხიდები არ იყო, განათება არ იყო, რა ვიცი, ზოგ სოფელში გაზიც არ იყო. დღეს ნახეთ, გზებიც არ იყო და წყალიც არ იყო. რეები კეთდება, თუ გინდა მანისი აიღე, ნამდვილად რომ იქ არიან ძალიან პატრიოტი ხელმძღვანელობა, რომლებიც გულით და სულით მუშაობენ. მაგრამ ეს ყველაფერი კეთდება, ვისთვის კეთდება? ხალხის სასიკეთოდ კეთდება. მომავალი თაობის სასიკეთოდ კეთდება. ის განათლების რეფორმა, რომელიც დღეს ტარდება საქართველოში, ესაც ხო ჩვენთვის კეთდება ეს ყველაფერი. ამიტომ ვთქვი, ეს ყველაფერი ხელისუფლების მთავარი მიზანი არის, რომ მშვიდობიანი, სტაბილური მიმართულებით გააგრძელოს ის პოლიტიკა, რასაც ბატონი ბიძინა ივანიშვილის თუმცა ეს ევროპელი ბიუროკრატები თავის აქციების თავს არ გვანებებენ. იცით რა არის? ისინი მაგათ აქვთ თავარი მიზანი და ამოცანა, რომ ის ქვეყნები, რომლებიც უნდათ ევროპაში გულით და სულით,
იმისათვის რომ გზა გაუხსნან ეს ადამიანები შევიდნენ და ამ ადამიანების ესე იგი იმ ქვეყნების მიმართ ახორციელებენ აი ესეთ პოლიტიკას, როგორც მაგათ უნდა. თვითონ ევროპის ქვეყნები თვითონ უკმაყოფილები არიან. ჩვენ უსმენთ ევროპარლამენტის ან სახელმწიფოებთა ლიდერებს შორის რამხელა დიდი განხეთქილებაა. როცა იმ პოლიტიკას, რასაც მათ უნდათ გაატარონ, სამწუხაროდ უმრავლესობა არიან და იმიტომ ეს სანქციებს იღებენ საქართველოს წინააღმდეგ და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ, რაც უნდათ მაგისი გაკეთება უნდა. აი ესა მთავარი. და სანამ ევროპა არ გაატარებს იმ პოლიტიკას, რომელიც თვითსაც არიან ესენი მიზანმიმართლედიან, ის რასაც დღეს აკეთებენ, ეს არის საზიანო თავის ევროპისთვისაც. იმიტომ რომ თუ მე დამოუკიდებელი ქვეყანა ვარ, მოვედი შენთან, შენ უნდა იყოს თანასწორუფლებიანი ჩემთან. შენ არა გაქვს უფლება რომ ხელით მითითო, ხელით დამიქნიო და რაც გინდა ის გაატარო. თანასწორუფლებიანობა უნდა არსებობდეს. ბატონო ალი, მე მაინც მინდა რომ მომენტით ვისარგებლო, რომ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი ბრძანდებით და მინდა მაინც შევეხო ჩიჩხიტურის კოშკის სიტუაციას. ანუ რა ვითარებაა, რა ხდება? უფრო დეტალურად თქვენგან მეც სიმართლეს მოვისმენთ და თქვენგან უფრო გავიგებთ. რა არის აი ამ იმიტომ იყო რაღაც აგორებული სიტუაცია, რომ აქ აზერბაიჯანულმა მხარემ არ დათმო, რაღაც წაიღო, რაღაც მოხდა. მოდი აი მაყურებელს ვუთხრათ ის რეალობა, რაც ხდება, რაც არის და იცოდეს მაყურებელმა სიმართლე, რაშია საქმე. ეს საკითხი საზოგადოებმა დაიღალა. მეც დავიღალე, სადაც მიდივარ ეს ხო რა თქმა უნდა, ეხლა მაინც რაც არ უნდა იყოს. ჯერ ერთი მე ღიად გეუბნებით. დავით გარეჯი არის ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ-ერთი ისტორიული საძინდარი. არის 90%-ზე მეტი ტერიტორია საქართველოს ტერიტორიაზე. ის რაც მე თვითონ ვიყავ იქა, გამოვედი ახ მასმედიაშიც ვილაპარაკეთ, როგორც აზერბაიჯანელი და ქართული მესაზღვრები ერთად არიან, მაგრამ ეს ყველაფერი შეკითხვა მე კი არ უნდა მითქვა. ეს უნდა უთხრათ სააკაშვილს, რომელმაც თავისი ხელისუფლების დროს ის ჩიხუტურია, ის სტრატეგიული პირდაპირ გამოვიდა ტელევიზორში, კაცმა თქვა, რომ აზერბაიჯანს სჭირდება ეს სტრატეგიული სიმაღლე და მე დაუთმეო. ეს დღეს არიან საქართველოში ძალები, რომლებიც მანიპულაციას აკეთებენ ამ მით და გამოდიან ტელევიზორებში, გამოდიან აცხადობენ, ეს აცხადებენ, რომ აიო ისო აზერბაიჯანმა მიიტაცა, რა გქონდათ აზერბაიჯანის ხელისუფლებას და სააკაშვილის ხელისუფლებას შორის გარიგებას. ეს მე მგონი პროკურატურა იძიებს ამ საქმეს. ძალიან კარგი, რა თქმა უნდა. ძალიან ბევრი ფაქტებიც გამოჩნდა. პირდაპირ თქვენ ამას ადასტურებთ, თუ სააკაშვილის ხელისუფლება ტელევიზორში თვითონ გამოვიდა და გამოაცხადა. ეს ძალიან აღიზიანებს საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელებს. ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც უცბად რაღაცას პატარა აი თქვენო აზერბაიჯანელებმა ის წაგვართვეთო. დავით გარეჯი წაგვართვეთ. რატო ის ადამიანები არ ფიქრობენ, რომ დავით გარეჯზე უფრო მნიშვნელოვანი ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლი ზუსტად როგორც ეგა ახალი აფონის მონასტერია, რომელიც ზუსტად აშენებულია ის ასურიელთა მამების მიერ. რატო არ ლაპარაკობენ, როცა ლორისი იმაში სასონხეთის ტერიტორიაზე ქართული ისტორიული მემკვიდრეობის ძალიან დიდი მემკვიდრეობა. ახლა ჩვენი ქვეყნის ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლები ტერიტორიაზე ბევრია. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ბევრია. აგერ კახში რატომ მაინც
რაღაცა ამბავი ის აბიწყდება და მხოლოდ დავით გარეჯი არის 99% ტერიტორია საქართველოში. ის რაც ის მონასტერია თუ არ არის ვინმე წასული. მიდით მე პიონერი ვიყავი, როცა მასწავლებლებმა ექსკურსიაზე წაგვიყვანათ. დღევანდელი ახალგაზრდები უნდა წაიყვანონ იქ ექსკურსიაზე ის მასწავლებლებმა, პედაგოგებმა იქ ნახონ ის, რომ ეს არის საქართველოს ტერიტორიაზე. ამაზე სპეკულაცია არ უნდა იყოს. თუ რამე ვინმე საინტერესებს, შედით სააკაშვილის მაშინდელი ხელისუფლების იმაში საიტებში მისი გამოსვლა და სადაც ის ამტკიცებს, რომ ესე იყო. მე რატომ მეკითხებით, იმიტომ რომ მე თუ მოვაგვარებდი ძალიან საინტერესო იყო და არის საინტერესო რა თქმა უნდა და კიდევ ერთხელ იმის დასტური რომ თქვენ როგორც საქართველოს აზერბაიჯანთა ეროვნული კონგრესის ხელმძღვანელი, როგორც ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს დამფუძნებელი ამბობთ იმ სიმართლეს, რაც კაცო, სიმართლეს მე ვიტყვი, იმიტომ რომ მე ჩემი ცხრათაობა, რასაც ვიცი, არის საქართველოში არის. ჩემი სამშობლო სხვა არ არის. ჩემი სამშობლო არის საქართველო. მე საქართველოს ინტერესებს ვიცავ და ყოველ დავიცავ. ეს ჩვენი წინაპრებიდან მოდის, რომ ისინი იბრძოდნენ ქართული მიწისთვის. მიუხედავად მუსულმანები იყვნენ, აღა მაჰმად-ხანი და იმათ წინააღმდეგ იბრძოდა ხუდუბორჩალოელები და ბევრი ესეთი გმირები. სამწუხაროდ იმ ხუდუბორჩალოელს ერთი პატარა ძეგლი ვერ დაუდგეს საქართველოში, როცა ასეთი გმირობა ჩაედა. ალიევის ძეგლი არის თანამედროვე, მაგრამ ისტორიას რო შევხედოთ, აი ზუსტად იმ ადამიანებმა, რომლებიც აქ განსხვავებენ ერს, რელიგიას, რო ნახავენ ხუდუბორჩალოეს ძეგლს, იტყვიან, აი ხედავთ საქართველოს თლიანობისათვის, ტერიტორიისთვის იბრძოდა აზერბაიჯანელები, იქ 200 ბორჩალოელი, იქ 200 კარაიაზელები, რომლებიც იბრძოდნენ. დღესაც სადაც საქართველოს ჭირდება, იქ ყოველთვის. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ადამიანებმა ცოტა უნდა გაითვალისწინონ, როცა გამოდიან გვარების სახელების დარქმა არ მინდა, ისეთ რეკლამას აკეთებენ, ვითომ ესენი არიან პატრიოტები, რა გაუკეთებიათ ამ ხალხს ერთი შევეკითხო. ქვეყნის სასიკეთოდ რამე გაუკეთებიათ? დღეს რო ქართულ ოცნებას აკრიტიკებენ. რა გააკეთეს ერთი მანახი? არაფერი არ გაუკეთებიათ და დებატებში მოვიწყოთ ხალხს თქვენთან ერთად და ვისაუბროთ, იქნება საინტერესო. საინტერესო იქნება, მე სათქმელი ვიტყვი, ვინც გინდა იყოს. მე ბატონო, შევთანხმდით. ბევრ რაღაცაში ჩემი ხელისუფლების, ჩემი პარტიის იმ ადამიანებს, რომლებიც პორტირებული იყვნენ ქართულ ოცნებაში, ბოლოს უღალატეს. ეს ხალხი ადამიანები არიან ისეთი, რომ აი შევარდნას გამსახურდიდან მოდიან ზოგიერთი, გამსახურდის დროს გამსახურდე რო წავიდა, მოვიდა შევარდნაძესთან არიან, შევარდნაძე რო წავიდა, მოვიდა იმასთან, სააკაშვილთან, სააკაშვილი უკვე ნახა რომ უკვე გადადიდეს იმაზე. ესეთი ხალხი არსებობს. ამიტომ იყო საქართველოს ყოველთვის მარცხდებოდა შიგნიდან, არა გარედან. კი ბატონო. სამწუხარო ეს რეალობაა. შემდეგი გადაცემისთვის ერთი გადაცემა დავგეგმოთ მაგ ადამიანებთან ერთად და ვისაუბროთ, კარგი პოლემიკა გამოგვივა. მე არ მეშინია, მე სიმართლეს ვიზახდი ოცნების დროს კი არა, მე 2007 წლიდან მიტინგებზე გამოდიოდი და მე ყოველთვის ვიზახდი სიმართლეს და დავიცავ საქართველოს ყოველთვის ინტერესებს. ყოველთვის იდექით ქართული ინტერესების გვერდით. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მობრძანებისთვის ბატონო ალი. ჩვენი სტუმარი იყო ბატონი ალი ბაბაევი, მომავალ პარასკევამდე ნახვამდის. ყველაფერი პოლიტიკაა. ჩვენ კი ვშიფრავთ კოდს, რომელიც გავლენას ახდენს შენზე. პოლიტიკური კოდი, ანალიზი, ფაქტები და კითხვები, რომლებსაც პასუხი სჭირდება.